გვარი, მაიაკოვსკი, სახელი, ვლადიმერი, დაბადების წელი. 1893. რომელი? 1893. საუკუნე? მე-19. ალბათ. დაბადების ადგილი. ბაღდათი. დაბადების ადგილი. ბაღდათი. ერაყი? არა, საქართველო. საქართველო? ხო, საქართველო. ქუთაისის გუბერნია. ბაღდათი. მერე მას ჩემს აპატივცემლოდ მაიაკოვსკი დაარქვეს. ახლა არ ვიცი რა ქვია. შეიძლება სახელი გადაარქვეს. გაზეთი კრასნაია ზვეზდა. 1930 წელი 14 აპრილი. დღეს 10:17 წუთზე თავის სამუშაო ოთახში გულის არეში ნაგანიდან ნასროლი ტყვით თავი მოიკლა ვლადიმერ მაიაკოვსკიმ. ასეა? მე ღმერთი დავგმე. უარყავი ქვეყნად ღმერთი და ღმერთის ძაგებით გავაყრუე მთელი გარემო. მაგრამ უფალმა საშინელი ჯოჯოხეთიდან გამომიყვანა და მიბრძანა. შეიყვარეო. თავი მოიკალით? დიახ, რატომ? იმიტომ რომ სიყვარულისთვის? არ ვიცი. ალბათ. შარლიანი ღრუბელი, ანუ ფანტაზია თემაზე მაიაკოვსკი და სხვა. დიახ, ეს მოხდა ოდესაში. ახლა ცხადია. ეს არ ყოფილა არც ბოდვა და არც მაგარია. 4-ზე მოვალო. მითხრა მარია. და გვიან უკვე 10-ია. დიახ, ეს მოხდა ოდესაში. ჩემი ოთახი ამოავსო ღამე მთლიანად. თოხლი დამძიმდა და ამავოდ ბნელში ფათურობს. შენ შემოხვედი მკაცრი და ფიცხი. თავის ხელთათმანს აწვალებდი და შეშფოთებით კი არ მითხარი, მომახალე. იცით? თხოვდები. იცით? ვთხოვდები. გათხოვდით, რა ვქნა? რა ქნათ? მე გავხდები უფრო გულცივი. უფრო გულცივი? ხედავთ? 7 ვარ. 7 ხართ? გახსოვთ აქებდით მაშინ ჯეკ ლონდონს. ჯეკ ლონდონს? ფულებს, სიყვარულს, ვნებას, ძიებას. ფულებს, სიყვარულს, ვნებას, ძიებას? მე კი ფიქრობდი, აი ჯოკონდა, რომელიც უნდა მოიტაცონ აუცილებლად. და მოიტაცეს. და მოიტაცეს. და მოიტაცეს. და მოიტაცეს. და მოიტაცეს. დაიმახსოვრეთ. დაიღუპა პომპეი მაშინ, როცა ვეზუვი გააბოროტეს. ვინ რეკავს? ვინ არის ნეკა? დედა ხარ? დედა. ვერ არის კარგად თქვენი ვაჟი. ოხრავს წუხარეთ. გულის ხანძარში იფერფლება მისი ოცნება. ოლას დალუძას უთხარით. დებმაც იცოდნენ. ვეღარ მორჩება. ტუჩებზე დაღი დასწყობია უემღამობის
და ყოველ სიტყვას ისე ანთხევს, ისე წარმოთქვამს, თითქოს შიშველი კახვა გამორბის, ცეცხლ მოგიძებულ სამეცაოდან. დიახ, ეს მოხდა ოდესაში. 4-ზე მოვალო, მითხრა მარიამ. და აგვიანა, უკვე 10. შენ, ჩემო საყვარელო ვიოლინო, მოდი ვიცხოვროთ ერთად. ჯადოსნური სამკუთხედი 1915 წელი მაიაკოვსკი მოწვეული სტუმრების თანდასწრებით ლილია და ოსიპ ბრიკების სახლში კითხულობს თავის პოემას შარვლიანი ღრუბელი. გნებავთ? მექნება ბრაზიანი ხმა და იერი გნებავთ? ცასავით ფერს შევისვლი თავისუფალი და მე ვიქნები უნაზესი კაცი კი არა, შარვლიანი თეთრი ღრუბელი. ლამაზი ნიცა არასოდეს არ მიტაცებდა, მე კვლავ ვადიდებ და არ ვაკლებ ქებას და ალერს, ლაზარეთივით ჩაღამებულ მამაკაცებს და ანდაზასავით გაცვეთ ქალებს. გაიცანი, ეს ჩემი და ლილია, ეს კი მისი ქმარია, ოსიპი. ლილია. ნება მიბოძეთ ეს პოემა თქვენ მოგიძვნათ. ლილია იურის ასო ბრიქს. სხვები ლილია ბრიკი ლილია იურის ასული კაგანი დაიბადა 1991 წელს. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ პეტერბურგში სწავლობდა მათემატიკისა და არქიტექტურის შემსწავლელ კურსებზე. მიუნხენში კი ძერწვის ხელოვნებას ეუფლებოდა. 1912 წელს ცოლად გაჰყვა ოსიპ ბრიკს. 1918 წელს ლილია, ოსიპი და მაიაკოვსკი იწყებენ ერთობლივ ცხოვრებას, რასაც დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. რა ბრძანეთ, ჩემო ძვირფასო? სასიყვარულო სამკუთხედი, მით უფრო ჯადოსნური? სასაცილოა, მეტი თუ არაფერი. არავითარი მენაჟოთ როა. სამნი რომ ერთად ცხოვრობდით, კი ასე იყო, ჩვენ ერთი ოჯახი გქონდა. მაიაკოვსკი გენიალური პოეტი იყო. ხო, ვთქვი, კიდევ კარგი ნაგანით მოიკლა თავი, თორემ ულამაზო იქნებოდა გენიალურ პოეტს ქალის ბრაუნინგიდან ნასროლი ტყვიით დაესრულებინა სიცოცხლეო. რა ასე არაა? როგორ თქვით? ჯადოსნური სამკუთხედიო, არა? ყური დამიგდეთ. მას შემდეგ, რაც მაიაკოვსკი ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად, ოსიპთან ფიზიკური კავშირი არ მქონია. 1925 წლის შემდეგ კი მაიაკოვსკისთანაც. უცნაური რა იყო, იცით? მე მიყვარდა ოსიპი. ოსიპს კი არ ვუყვარდი. მაიაკოვსკის სიგიჟემდე უყვარდი, მე კი მხოლოდ ოსიპი მიყვარდა. ასე გამოვიდა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება მიყვარდა კაცი, რომელიც ჩემს მიმართ გულგრილი იყო. ძვირფასო ლილია, ასე ცუდად ჯერ არასოდეს ყოფილა. ადრე ჩვენ განშორებას ასე მტკივნეულად არ განვიცდიდი, რადგან წამდა, რომ ისევ შევხვდებოდით და კვლავ ერთად ვიქნებოდით. ახლა კი იმედი მაქვს გადაწურული და ვიცი, ჩემს ცხოვრებაში აღარაფერი აღარ მოხდება. შენს გარეშე ჩემი ცხოვრება მხოლოდ წამება. მე ეს ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ ახლა განსაკუთრებული განსაფრებით გრძნობ ამას.
ყველაფერი რაც ადრე მომწონდა და მიტაცებდა არაფრად აღარ მიღეს. მე ვერაფერს ვერ შეგვირდები და რაც არ უნდა შეგვირდეს შენ მაინც არ დაიჯერებ. მე უგზნობ ამ გზით ვერ დავიმსახურებ შენს მოწყალებას. ვერ შევამცირებ ჩვენი განშორების დროს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მაინც გთხოვ, გევედრები. მაპატია ყველაფერი და თუ შენთვისაც მძიმეა სატანია ჩვენი განშორება, მაშინ აუცილებლად უნდა მაპატიო და თუ არ ძალგიც პატიება, მე მაინც გეტყვი. როგორც მიყვარდი მთელი 7 წლის განმავლობაში, ახლაც ისევე მიყვარხარ და რაც არ უნდა ვისურვო, რაც არ უნდა მიბრძანო, ყველაფერს უყოყმანოდ შევასრულე. რაოდენ ძნელია განშორება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვგრძნობ, ვიცი რომ ამ განშორების მიზეზი მე ვარ. ახლა ვზივარ კაფეში და ვტირი. ოფიციანტები ერთმანეთს ჩემზე ხელით ანიშნებენ და ეიცინია. ძნელია იმის წარმოდგენაც კი, რომ მთელი ჩემი მომავალი ცხოვრება ასეთი იქნება. ჩემი საბრალო ვიოლინო. ჩემო საყვარელო ვიოლინო გინახავს ხელებს, რომლებიც სემენ, ნაგაზი როგორ ლოკავს და ლოშნის. გინახავს. გამოსათხოვარი ბარათი 1930 წლის 12 აპრილი. ჩემს სიკვდილში არავინ არ დაადანაშაულოთ. ძალიან გთხოვთ, ჭორებს ნუ გაავრცელებთ. გახსოვდეთ, რომ მიცვალებული ჭორაობას ვერ იტანდა. დედა, ჩემო დებო, ამხანაგებო, მაპატიეთ. ეს არ არის გამოსავალი, სხვებს არ ურჩევ, მაგრამ სხვა გზას ვერ ვხედავ. ლილია, არ დამევიწყო. ამხანაგო მთავრობაო. ჩემი ოჯახის წევრები არიან ლილია ბრიკი, დედა, დები და ვერონიკა პოლონსკაია. თუ შენ მათ ცხოვრების ნორმალურ პირობებს შეუქმნი, მადლობას გეტყვი. ჩემი ყველა დაუმთავრებელი ლექსები გადაეცით ბრიკებს. ისინი ყველაფერში გაერკვევიან. მსახიობი ცდილობს წაიკითხოს ისე, როგორც მაიაკოვსკი წაიკითხავდა ქართულად. და კიდევ ერთხელ ჯადოსნური სამკუთხედი. მიყვარს. ახლა ვერ მიცნობთ მომერია დარდი უდარდელს ლოდივი ტანი ვერა მომაგჭირვა რამიდან ლოდს ამოდენას ნეტავ რაღა უნდა უნდოდეს ლოდს კი ძალიან ბევრი რამ უნდა ბრინჯაოს ხეულს შემაჩვია მკაცმა თარიღმა გულიც გაცივდა და კარგია ძველი ხალისი მინდა გავხადო საკუთარი ხმა უფრო რბილი და უფრო ფაქიზი დაიბდგავარ სარკმელთან და ველი მომავალს ჩუბლით მინაზე მიმაბჯინეს მძიმე ფიქრებმა ნეტავ მომელის სიყვარული თუ არ მომელის ნეტავ პატარა იქნება თუ დიდი იქნება ასე პატარა დიდ სიყვარულს როგორ მომიტანს წყნარი იქნება პატარა და სხვაზე ნაკლები რომელიც საყვირს ერიდება ავტომობილთა დაენატრება ზანზა ლაკები ისევ და ისევ შეხიზნული წვიმის კარავში ველი მასველებს ნიაღვარი უანკარესი წამოიწია შუაღამე მკაცრი და ავი წამოიწია მოუქნია ნაჯახი მყისვე და ჩამოვარდა მე-12 საათი ისევ როგორც სიკვდილით დასჯილის თავი მინებს აწყდება ლეგაწვიმა შესაბრალისი მანჭავს ვეება სახეს ვნებიანს და ისე ღმუის თითქოს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ქიმერები იღრინებიან
გაიცანი, ეს ჩემი და ლილია. ეს კი მისი ქმარია, ოსიპი. თქვენ გენიალური პოეტი ხართ. მე აუცილებლად გამოვცემ თქვენს პოემას. ეს ჩემი და. ჩემი და. ლილია. დიახ, ეს მოხდა ოდესაში. ახლა ცხადია. ეს არ ყოფილა არც ბოდვა და არც მალარია. 4-ზე მოვალო, მითხრა მარია. ეძღვნება ლილია იურის ასულ ბრიგს. მე სიყვარულით გავუფრთხილდები შენს ლამას სხეულს ნაზდამნებიანს. როგორც ერთადერთ ფეხსხეიბარი ჯარისკაცები უფრთხილდებიან. მიყვარს. 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 სხვები. ოსი ბრიკი დაიბადა 1888 წელს. წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1912 წელს იქორწინა ლელია ბრიგზე, ჩეკას შტატიანი თანამშრომელი, ლიტერატურად მცოდნე, ბოლშევიკური პარტიის წევრი. ხო. ჩეკას თანამშრომელი იყო. ოღონდ ფარული აგენტი არ ყოფილა. არ ვიცი ასრულებდა თუ არა რაიმე დავალებებს. არ ვიცი მე თუ თანამშრომლობდი? მეც. დიდი თანამდებობის ჩეკისტებს ვიცნობდით. მათთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ისე რომ იცოდეთ მაეკოვსკისაც. უამრავი რამე გვჭირდებოდა. შედიოდა თუ არა მაიაკოვსკი მათი ინტერესების სფეროში? ალბათ ხო. ისინი ცდილობდნენ ინტელიგენციასთან დაახლოებას და ახერხებდნენ კიდეც. ესენინიც კი მეგობრობდა მათთან, სხვებიც, ყველას უნდოდა კარგი ცხოვრება. ისინი ვერ ხვდებოდნენ თუ რა მოელოდათ. ვერც ჩვენ. ძვირფასი იანიჩკა. მე საფრანგეთის ვიზა გამიყიდა. ყველა შეკისდი რომ ასეთია. ჩვენი გადაცეკო. ამბობენ რომ ისტა. ჩეკისტების სულაც არ არიან ცუდები. ძვირფასი იანიჩკა იაკობ საულიძე აგრონომი, სახელმწიფო უშიშროების პირველი რანგის კომისარი, 1930-იანი წლების მასობრივი რეპრესიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, უშიშროების ორგანოებში კურირებდა შემოქმედებით ინტელიგენციას. 1934 წლიდან სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატის შექმნის შემდეგ ნარკომ იაგოდას პირველი მოადგილე. ხელმძღვანელობდა სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს ყველა ოპერატიულ განყოფილებას. აქტიურ მონაწილეობას იღებდა იმ პერიოდის ყველა გახმაურებული პროცესების ორგანიზებაში. გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით. 1937 წელს შისხარკომში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ დააპატიმრეს. დახვრიტეს 1938 წელს.
აგრონომი მონაწილეობდა მოსკოვის შემოქმედებით ინტელიგენციის ცხოვრებაში. მეგობრობდა ლეოპოლდ ავერბახთან, საგანგებო სამეულის გადაწყვეტილებით დახვრიტეს. ბორის პილნა, დახვრიტეს. ოსიპ მანდელშტამთან, დახვრიტეს. მეიერ ხოლმ, დახვრიტეს. ესენინთან, თავი მოიკლა. ლილია ბრიკთან, ოსიპ ბრიკთან, მაიაკოვსკისთან. ამბობენ, რომ მაიაკოვსკის თვითმკვლელობა მისი ორგანიზებულია. მაიაკოვსკი იყო და იქნება საბჭოთა ეპოქის საუკეთესო პოეტი. მისი შემოქმედების უგულელყოფა დანაშაულის ტოლფასია. სტალინი, განაჩენის საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მომავალში ჩვენ რომ არ დაგვაბრალონ მაიაკოვსკის სიკვდილი, ყარი ალიbi გვესაჭიროება. გასაგებია. ხო. ხო და აბა გისმენთ ლილია იურევნა. ზვირფასო იანიჩკა, მე იაკობ საულევიჩი და არა იანიჩკა ლილია იურევნა. კი მაგრამ მოქალაქე ბრიკ. ძალიან პატივმოყვარე იყო. ნევრასტენიკი. ნებისმიერი სულიერი მღელვარების დროს სტიროდა. მუდმივად უჩიოდა გაციებას. პატარა სიცხის დროსაც თავი ძიმე ავადმყოფი ეგონა. კარგი. განაგრძეთ მოქალაქე ბრიკ. თვითმკვლელობისკენ ქონდა მიდრეკილება კი არა, თვითმკვლელობის მანიით იყო შეპყრობილი. ორჯერ სცადა თავის მოკლა, ორჯერვე უბრალოდ გადარჩა. Tararam, tararara, tararam, tararira, tararam, tararara. Gizment, Lilia Iurevna, gizment, tararam, tararira. 1916 წლის 18 ივლისს 8:45 წუთზე მე ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. ყურმილში მაიაკოვსკის ხმა გაისმა. მე თავს ვიკლავ, მშვიდობით ლილიქ. გიჟვი წამოხდი, რაღაცა მოვიცვი და კისრის ტეხით დავეშვი კიბეებზე. მეტლეს ზურგში მუშტებს ვუბაგუნებდი, ვთხოვდი, ვედრებოდი, რაც შეიძლებოდა სწრაფად მივეყვანე ადგილზე. ყარი მაიაკოვსკიმ გამიხო. მაგიდაზე რევოლვერი იდო. რევოლვერი გულზე მივიდე და ჩახმახს თითი გამოვკარიო. არ გავარდაო. ხელმეორედ აღარ მიცდია, რადგან შენ გელოდიო. ზუსტად ასე დამთავრდა მეორე ცდაც 1917 წელს. კვლავ არ გავარდა. არ გავარდა თუ არც უცდია. მესამეჯერ კი გავარდა. ჩემი ნაჩუქარი იყო ის ნაგანი. როგორ გეძახდა? ლილიქ, ლილია. თავს ვიკლავ ლილიქ, ლილია. Tararam, tararara, tararam, tarariro. Zvirpaso, Janička. მას სიყვარულის გარეშე არ შეეძლო.
რისთვის დაიკარგა ხალისი იგი? რა ესაქმებად ბინძურ ხელებს წმინდა ნათელთან მოვიდა, სული დაუმწყობდა, სახლებზე ფიქრი და მომიტანა სასოწარკვით. იტანჯებოდა? ხო, იტანჯებოდა. ჩემს გამო? რა მნიშვნელობა აქვს ვის გამო? ტანჯვა მისთვის სასარგებლო იყო. ტანჯვაში იბადებოდა მისი საუკეთესო ლექსები. დიახ, მე მიძღვნიდა. მიუხედავად ყველაფრისა. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე უნდა ვყოფილიყავი მისი მუზა, ასეც იყო. მხოლოდ ორი შემთხვევა იყო. დიახ, ტატიანა იაკობლევა, ემიგრანტი, პარიზში გაიცნო, კოკო შანელის მოდელი. გაიცნო და შეუყვარდა. მას ხომ სიყვარულის გარეშე არ შეეძლო. მას მიუძღვნა ორი ლექსი. ამან გამამწარა და არა იმან სხვა ხალი რომ შეუყვარდა. სამაგიერო გადაუხადე. სტუმრებთან ხმამაღლა წავიკითხე პარიზიდან გამოგზავნილი ჩემი დის წერილი. ვითომ არ ვიცოდი რა ეწერა და ისე, სხვათა შორის, პარიზის ამბების გასაგებად წავიკითხე. მთავარი ამბავი იმ წერილში კი ის იყო, რომ ტატიანა იაკობლევა ცოლად მიყვებოდა ფრანგ ბარონს და ქორწილი უახლოეს დღეებში უნდა გადაეხადათ. მაიაკოვსკიმ სკამი მიახეთქა კედელს და გიჟივით გავარდა გარეთ. მეორე დღესვე უნდოდა პარიზში გამგზავრება, მაგრამ ჩეკამ ვიზა არ მისცა. რატომ არ მისცა? ამაზე ჩვენ ვიზრუნებთ. სამაგიერო გადაგვიხადა. ჩვენს კარებზე წარწერა გააკრა. აქ არ ცხოვრობს ლიტერატურის მკვლევარი ოსიპ ბრიკი. აქ ცხოვრობს ჩეკას გამომძიებელი ოსიპ ბრიკი. მალე შევრიგდით. რა იყო მერე? მერე იყო პოლონსკაია. მისი უკანასკნელი გატაცება. ეს ლამაზი თოჯინა ოსიპმა გააცნო. ვერ გეტყვით წინასწარ განზრახვით თუ შემთხვევით. ხო, ჩვენთვის ხელსაყრელი იყო, აქვე იქნებოდა და არა 900 იქით. სამწუხაროდ მოვტყუვდით. ჩემი ოჯახის წევრები არიან. ლილია ბრიკი, დედა, დები და ვერონიკა პოლონსკაია. ვერონიკა პოლონსკაია. კიდევ გიმეორებთ, მას სიყვარულის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო. ეს იყო მიზეზი და კიდევ ხედავ მარია. წელში ვიხრები და სიცოცხლე არ მიხარია. და კიდევ ის რომ სიცოცხლის ბოლომდე თავი პოემის გმირთან ქონდა გაიგივებული. მარია, კარი გამიღე, მარია. ყველანი სახში არიან, ქუჩაში ვეძლებ. მარია. აგინდა? ელი როგორც ბევრი მანდილოსანი, როგორც ჩაჭკნება გაცვეთილი შენი ღაწვები, მოვალ ბებერი და ჩიფჩიფით დავი ქანცები, გეტყვი, დღესა ვარ მე ყველაზე პატიოსანი. ხედავ მარია, წელში ვიხირები და სიცოცხლე არ მიხარია. უკანასკნელი სიყვარული. ახლა როცა ამდენი დრო გავიდა, რა თქმა უნდა ყველაფერს სულ სხვა თვალით ვხედავ. ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერი ვიქნებოდი დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს. ეს რომ შესაძლებელი იყოს ყველაფერი სხვანაირად მოხდებოდა. დიდხანს, ძალიან დიდხანს. იმავბედითი 14 აპრილის შემდეგ, როცა ვიღვიძებდი მეგონა რომ ყველაფერი სიზმარში ვნახე. ონკანთან მივდიოდი წყისთვის რომ გამეტანებინა ცუდი სიზმარი.
და სწორედ ამ დროს დაუნდობელი სიცხადით იჭრებოდა ჩემს გონებაში რეალობა. მაიაკოვსკი მოკვდა. და კვლავ ვინ იცის უკვე მე რამდენად, როგორც ახალ ამბავს ისე აღვიქვამდი, მაიაკოვსკი მოკვდა. მაიაკოვსკი ცოცხალი აღარაა. მან თავი მოიკლა. თავი მოიკლა. კიდევ ერთხელ შარვლიანი ღრუბელი. გალობით ცოცხლობს და თავს ირჩევს ცოცხალი ჩიტი. მე კი კაცი ვარ. მიწიერი, რომელიც გუშინ დაჭლეკებულმა ღამემ პრესნის ბინძურ მკლავებზე ამოახველა, შენ ასეთი გინდა, მარია. მარია, სახში შემომიშვი. ლამის დავეცე. ზარს ყელში წავწდი დამნაშავე თითქოს ზარია. მარია, ავად იღრინება ქუჩის მორევი დაკაწრული ვარ. თავს ვანებებ ამდენ ხეტიალს. გამიღენ კირვა. ხედავ ჩემი თვალი ორივე ქალთა ქუდების კინძისთავებს დაუჭყლეტია. შემიშვა. მარია, უფრო მომიახლოვდი. შიშის სხეულის შიშულ ნაწილებს ვეღარ დაფარავს. მოდი, მაგემე შენი უჭკნობი ტუჩების თაფლი მე ჩემი გულით ვარდობის თვემდე, მაინც ვერასროს ვერ მივახცია, თუმცა მოვესწარ მე ასე აპრილს. პოეტის ონეთს უმღერის ტიანას, მე კაცი ვარ და სურვილებს ვენდე. სხეულს გთხოვ, როგორც გთხოვს ქრისტიანი, პური ჩვენი არსობისა, მომე ჩვენ დღეს. მარია, მომე, მე სიყვარულით გაუფრთხილდები შენს ლამას სხეულს, ნაზს და ნებიანს, როგორც ერთადერთ ფეხს ხეიბარი ჯარისკაცები უფრთხილდებიან. მარია, არ გსურს და ნუ გსურს. მე ისევ წავალ და ცრემლებს დავყრი. და გულს წავიღებ სუსტ და უძლურს, ვით ლიანდაგზე გადაჭრილთაც მიათრევს ძაღლი. ეს მოხდა 14 აპრილს. დილის 9-ის ნახევარზე მაიაკოვსკიმ ტაქსით გამომიარა. ძალიან ნაღვლიანი ჩანდა და ცუდად გამოიყურებოდა. მშვენიერი, ზიანი, ნამდვილი გაზაფხულის დღე იყო. ნახე ძირფასი, რა მშვენიერი დღე დგება. რა ლამაზი მზეა. ნუ თუ ასეთ ამინჩიც არ მოეშვები გუშინდო, სულელობ ფიქრებს. მოდი დავივიწყოთ რაც მოხდა. პირობა მომეცი, რომ სისულელეს არ ჩაიდენ. მე ვერცეს ვამჩნევ და სულაც არ მაინტერესებს როგორია მინდია. მოგეშინია, სისულელეს არ ჩავედენ. დედა მეწოდება. სხვას არავის ვენაყვლები. წავიდეთ. სახში მოვილაპარაკოთ ყველაფერზე. ვერონიკა პოლონსკაია დაიბადა 1908 წლის 6 ივნის მსახიობების ოჯახში. 16 წლისა შევიდა სამხატვრო თეატრის სკოლა-სტუდიაში და მისი დამთავრების შემდეგ გახდა სამხატვრო თეატრის მსახიობი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა იური ზავადსკის თეატრ-სტუდიაში და როსტოვის დრამატულ თეატრში. 1940 წლიდან ერმოლოვას თეატრის მსახიობია. გათხოვილი იყო 3-ჯერ. მაიაკოვსკისთან ურთიერთობის პერიოდში მისი ქმარი იყო სამხატვრო თეატრის ცნობილი მსახიობი მიხეილ იანშინი.
1930 წლის 14 აპრილი. ანახლა ან არასოდეს. თეატრი. რა გახდა ეს თეატრი? მე მეჯავრება ეგ შენი თეატრი, თავი დაანებე. მე ასე ცხოვრება მეტი აღარ შემიძლია. არ გაგიშვებ. იმ შენს რეპეტიციაზე არ გაგიშვებ. და საერთოდ ამ ოთახიდან არსად არ გაგიშვებ. დაწყნარდი. გეხვეწები დაწყნარდი. შენ ხომ კარგად იცი რომ რეპეტიციას ვერ გავაცდენ. არსად არ გაგიშვებ, აქ დარჩები, აქ, ამ ოთახში. იანშინთან ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე. რამდენჯერ უნდა გითხრა რომ ასეთი ფორმით ქმარს ვერ დავშორდები. მას ვუყვარვარ და პატივს მცემს. მე მას ესეთ ტკივილს ვერ მივაყენებ. მე არ გაგიშვებ. ამ ოთახში ჩაკეტა, თეატრში წავალ, ვეტყვი რომ აღარ გინდა მუშაობა, თეატრი უშენოდ არ დაიღუპება, იანშინსაც ყველაფერს აუხსნი, ნუ გეშინია. შენ ყველაფერი გექნება, არაფერი არ დაგაკლდება, ხო, ყველაფერი გექნება, რაც ახალი ცხოვრების დაწყებისათვისაა საჭირო. მე ისე მოვიქცევი, რომ თეატრზე აღარ იდარდებ, არც გაგახსენდება. ხვერთო ჩემო რა დავაშავე. ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობის ხომ არ გეშინია. არ შეგეშინდეს, შენ კარგად იცი, რომ მე შემიძლია ვიყო მხიარული, ენერგიული, ახალგაზრდა. ხო, ხანდახან ცუდად გექცეოდი, მაგრამ როცა ამას გაიხსენებ, ჩვენი ერთად ყოფნის კარგი დღეებიც არ უნდა დაივიწყო. პირობას გაძლევ, აღარასოდეს არ მოგექცევი უხეშად. წუხანდელი ამბავი აღარ განმეორდება. სასიზღვრად ვიქცევდი. შენ ძალიან კარგად იცი რომ მიყვარხარ. და ისიც კარგად იცი რომ ახლა აქ ვერ დავრჩები. გიმეორებ. ასეთ ტკივილს ჩემს ქმარს ვერ მივაყენებ. თეატრსაც ვერ დავანებებ თავს. თუ მე თეატრიდან წამოვალ ჩემს ცხოვრებაში ისეთი დიდი სიცარიელე გაჩნდება, რომელსაც ვერაფრით ვერ ამოავსებ. თუნდაც ისეთი დიდი ადამიანის ცოლობით, როგორიც ვლადიმერ მაიაკოვსკია. გთხოვ, გამიღე კარი. რეპეტიციას ვერ გავაცდე. ვალდებული ვარ. ჩემს ქმარსაც დღესვე დაველაპარაკებ და ამ საღამოსვე გადმოვალ შენთან. ან ახლა, ან არასოდეს. მე ასე არ შემიძლია. ესე იგი რეპეტიციაზე წავალ. წავალ. იანშინსაც შეხვდები. შევხვდები. აბა კარგი, ახლავე ადექი და წადი. ახლავე ამ წუთას. ჯერ ადრეა 20 წუთში წავალ. არა, ახლავე წადი. ხომ დამირეკავ. ამ საღამოს ხომ გნახავ. არ ვიცი. ხომ დამირეკავ. ხო, დაგირეკავ. არ გამაცილებ? არა, ჩემო გოგონა. ამჯერაც მარტო წადი. ჩემს გამო არიალო. დაგირეკავ, აუცილებლად დაგირეკავ. ტაქსის ფული გაქვს? არა. აი, 20 მონეტი. ხომ აუცილებლად დამირეკავ. ხო, დაგირეკავ. აუცილებლად დაგირეკავ. მე გამოვედი. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ფეხები მომეკვეთა. შიშისაგან ადგილზე გავშეშდი. არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექი ასე გაქვავებული ეტყობა, სულ რამოდენიმე წამი, რადგან როცა ოთახში შევარდი იქ, ჯერ კიდევ დენთის სუნი ტრიალებდა. ხელებ გაშლილი მაიაკოვსკი ხალიჩაზე იწვა და მკერდზე სისხლის პატარა ლაქა ემჩნეოდა. მე მისკენ დავიხარე და უაზროდ ვიმეორებდი ერთსა და იმავეს. ეს რა ჩაიდინეთ? პირველი სენტიმენტალური ფინალი.
დიახ, ეს მოხდა ოდესაში. 4-ზე მოვალო მითხრა მარიამ და აგვიანა. უკვე 10-ია. სიკვდილის წინ სიზმარში მაიაკოვსკი ვნახე. ღრუბლებში იდგა და თავის პოემას კითხულობდა. კითხვა რომ დაამთავრა, მე ვუთხარი, რომ თავის მოკლა გამოსავალი არ იყო, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა. ჩემთვის არ უნდა გაეკეთებინა. მან გამიღიმა, ხელში პატარა რევოლვერი ჩამიდო და მითხრა: ნუ მიბრაზდები. დადგება დრო და შენც იგივეს გააკეთებო. მეორე დღეს ოთახში ფეხი რაღაცას წამოვდე, წავიქეცი და მენჯის ძვალი მოვიტეხე. 2 დღის შემდეგ კი ერთი კოლოფი დასაძინებელი წამალი დავლიე და ეს ქვეყანა შვიდად დავდობე. ეს მოხდა 1978 წლის 4 აგვისტოს. მაშინ 87 წლის ვიყავი. ჩემი სხეული დაწვეს და ფერფლი ქარს გაატანეს. ეს ჩემი სურვილი იყო და ვიცით რატო? არ მსურდა რომ ვიღაცებს ჩემი საფლავი წაებილწათ. მეორე სენტიმენტალური ფინალი. ჩემო ძვირფასო ვიოლინო, ხედავ, არავის არ უნდა ჩემთან ცხოვრება. არავის აღარ მომდივარ, არავის აღარ ჭირდება. შენ მაინც ნუ მიმატოვებ, არ დამტოვო მარტო. ჩემო საყვარელო ვიოლინო, მოდი ვიცხოვროთ ერთად. ვიოლინო არ პასუხობს. თქვენ მოისმინეთ რადიო პიესა შარლიანი ღრუბელი, ანუ ფანტაზია თემაზე მაიაკოვსკი და სხვები. რადიო პიესის ავტორი და რეჟისორი ზურაბ კანდელაკი. ხმის რეჟისორი და მუსიკალური განფორმებელი ბაკო ხვიჩია. რედაქტორი ნათია ხოშტარია. მონაწილეობდნენ გიორგი გურგულია, მანანა სტურმავა, ქეთალორდ კიფანიძე, ვახტანგ ნოზაძე, ლილი ხურიდი, ჯემალ მელქაძე, მერაბ შარიქაძე. ვლადიმერ მაიაკოვსკის ნაწარმოებები თარგმნა ვახტანგ ჯავახაძე. საქართველოს რადიო 2013 წელი.